ეს ვიდეო, რომელსაც ახლა ნახავთ, სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო. ქალბატონი რაიდა კროტენკოს ტელეფონზე რამდენიმე დღის წინ დავურეკე. ვთხოვე რიგდოგი 20 წლის ხდება და მილოცვის ვიდეო ჩავუწეროთ. ვარი რა თქმა უნდა არ მითხრა, მაგრამ იქვე თხოვა, რომ პატარა ოთახი უნდა და ჩვენთვის ეჩვენებია. ოთახი, სადაც რიგდოგმა პირველი ნაბიჯები გადადგა. როცა ვამბობ, ეს ვიდეო სხვანაირი უნდა ყოფილიყო თქო, არ ვამეტებ. მისალოცი ვიდეოს ჩასაწერად მისულებს, როგორც ჩვევია, მისივე ისტორიებით და დამოკიდებულებებით შეიარაღებული დაგვხვდა და ჩვენი გეგმები სრულად შეცვალა. ქალბატონი ირაიდა კროტენკო რიგდოგის დამფუძნებელი და პრეზიდენტია, ღირსების ორდენის კავალერი და პროფესორი. სიხარულით მიგვიღო და სიმართლე რომ თქვა, ცოტას ღილავდა კიდეც. რამდენჯერმე ისიც კი მითხრა, თავი დამანებეთ. რა დამანებოთ თავი? მომბზანდე ჩემ გალერეაში. საკუთარ მისაღებს სივრცეს გალერეას ეძახის, რადგან მისი საავტორო ულამაზესი ნახატებით აქვს დატვირთული. აქ ისეთი ბევრი ნახატია, რომლებიც მის ემოციებს და იდეებს ყველაზე მეტად გადმოსცემს. მე სულ ხატავდი. ამავე დროს უნდა გითხრათ, მე მარცხენა ვარ. ანუ ეს არის ხობი. მთავარი ბატონაც ხატავთ, რაღაცა იდეის გადაცემა თუ უბრალოდ გრძნობა? არა მარტო გრძნობა. აი, უკრაინაში ომის დაწყებისას დავხატე ეს. ანგელოზი, რომელიც უყურებს დედამიწას, რაც ხდება დედამიწაზე. დაპირებისამებრ პირველი რაც გვაჩვენა, ის ოთახია, სადაც რიგდოგმა პირველი ნაბიჯები გადადგა. როგორც თავად ეძახის, ეს მისი კაბინეტია. ამ ოთახში ტარდებოდა პირველი სხდომები. შემობძანდით, ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ახალი დამწყები ვიყავით და ჩვენ არ გქონდა არც ოფისი. თანხაც არ გქონდა რომ გადაგვეხადა და ამიტომ პირველი სტრატეგია ჩვენი ორგანიზაციის როგორც ისეთი ჩამოყალიბდა ამ ოთახში. და სხვათა შორის თანდათანობით კიდევაც დაიხვეწა და მიიღო აბსოლუტურად უკვე რა თქმა უნდა ის დღევანდელი ეგრეთ წოდებული სახე. საერთოდ, როდესაც სადმე მივდიოდით კონფერენციებზე, თუ საერთოდ სადმე გამოსვლა ჰქონდა, სადაც არ უნდა წავსულიყავით, სულ ვიცოდით კმა, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ორგანიზაციის ისტორიაზე საუბრისას ქალბატონი ირაიდა იხსენებს რიგდოგის საინიციატივო ჯგუფად ჩამოყალიბების ეტაპს, როცა მცირე საინიციატივო ჯგუფი უნივერსიტეტის დერეფნებში მცირე სადისკუსიო პროგრამების განხორციელებისათვის შეიკრიბა. ძალიან დიდი დრო გავიდა. უსაზღვრო დიდი დრო არც მეგონა, ისეთაირად გარბის წლები, რომ როგორი ახალგაზრდები, როგორი მეამიტე, როგორი რომანტიკოსები ვიყავით. ეს იყო თავიდან არა მხოლოდ ქუთაისი, არამედ ლოკალური ადგილი ჰქონდა, ეს იყო აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, მაგრამ ჩვენ ძალიან მოკლე დროში გავედით ფარგლებს გარეთ. წარმოიდგინეთ, მზივართ 3 ადამიანი, ხო და ვფიქრობთ იმაზე, რა შეგვიძლია მივცეთ რეგიონს. როგორც ამბობს, მალევე მიხვდნენ, რომ ეს სივრცე მათთვის პატარა იყო, რადგან რეგიონზე, ქალაქზე და ზოგადად საზოგადოებაზე მუშაობის დიდი мотиваცია ჰქონდათ და საინიციატივო ჯგუფიდან დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ავჯექეთ, მე და ნუგზარი მარტო ვიჯექეთ ამ ჩემს კაბინეტში, როგორ მეუბნები ამას, როგორ შევძლებთ. მე სხვათა შორის ვშიშობდი, მაგრამ თანდათანობით დისკუსიის მომენტში დაიბადა ეს აზრი, დავიწყეთ პროგრამაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ზოგ რაღაცას ვეთანხმებოდი, ზოგს არა, მაგრამ საბოლოო ჯამში დაიხვეწა ეს პროგრამა, უკვე ჩვენ წევრებს მიეცა საშუალება გასულიყო საქართველოს ფარგლებ გარეთ და ქონოდა ურთიერთობა სხვა ერებთან, სხვა ბავშვებთან. ანუ ჩვენ უკვე ვასწავლიდით რა არის ტოლერანტობა. აი ეს არის ძალიან დიდი რამ, ძალიან დიდი მიღწევა, როდესაც ჩვენ უკვე ამ ჩვენი უნარების მიხედვით, უნარებიდან გამომდინარე უკვე შეგიძლია სხვასთან კონდეს კონტაქტი. შეიძლება გაუზიაროს სხვას აზრი, შეიძლება ის საწინააღმდეგო აზრზე იყოს, მაგრამ შენ უკვე გაგაჩნია კულტურა იმისი, რომ როგორ უნდა წარმართო ეს დიალოგი დღევანდელ საზოგადოებაში ეს დიალოგი ახალგაზრდების და უფროსეთაობების შორის არის ისევე აქტუალური, როგორც მაშინ იყო. და მე ვთვლით, რომ ამ კუთხით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია. ბევრი საუბრის შემდეგ მოვახერხეთ და რიგდოგისთვის მცირე მილოცვის ვიდეოს ჩაწერად შევძელით. გადაწყვიტა, რომ ყველაზე მეტად მილოცვის ადრესატად ყოფნას იმსახურებდნენ ორგანიზაციის გუნდის წევრები.
მეგობრები და ადამიანები, რომლებიც ქმნიან ორგანიზაციას. თვალცრემლიანმა ამ სიტყვებით მიულოცა რიგდოგს 20 წლის იუბილე. მოგესალმებით ორგანიზაციის წევრებო, ორგანიზაციის მეგობრებო და საერთო საზოგადოებას, იმიტომ რომ ბევრი გვიცნობთ და ჩვენს ბევრს ვიცნობთ. ყველას გულსფელად აღტაცებით მინდა მოგილოცოთ ჩვენი დღევანდელი იუბილე. ღირსები უნდა ვიყოთ ორგანიზაციის წევრობისა. და მე მგონი ყველა, ვინც მოდის ორგანიზაციაში მოხალისე იქნება თუ წევრი, აბსოლუტურად ყველა ამას გრძნობს. და ეს არის უდიდესი ჩვენი მიღწევა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, მეგულეთ თქვენთან ერთად.